დღეს ვუყურებ ფილმს. და იქიდან გამომდინარე, რომ ჩემ გამომწერებს პატივს გცემთ და არ მინდა იგივე ტკივილი გაიზიაროთ ხოლმე, რაც მე. გადავწყვიტე მოგიყვეთ მოკლედ ამ ფილმის შინაარსი, რადგან დიდი შანსი არსებობს, რომ თქვენ შეგხვდებათ ინტერნეტში, რადგან რეზონანსული ფილმია, 2 კვირის წინ გამოსული სულ და პირველივე კვირას გერმანიის მთავრობამ დაბლოკა ეს ფილმი, რომ ჩვენ ქვეყანაშიო ესეთ სასტიკ ფილმს ჩვენ არ ვაჩვენებთო და მთელი გერმანიის მასშტაბით აიკრძალა ამ ფილმის ჩვენება. რის შემდეგაც გამოვიდა ილონ მასკი და ესე გინდათო ევროპელ ლიბერალებსო, მაშინო მე 2 დღის თანხას გადავუხდიო რეჟისორს და ყველას, რომ უფასოდ შეძლოს ხალხმა ამ ფილმის ყურება ტვიტერზე, ასე რომ თავისთან დაპოსტა და უფასოდ შეეძლო ხალხს 2 დღე ამ ფილმის ყურება. და მაინტერესა რა თქმა უნდა, რაზე იყო ეს ხმაური ატეხილი და ვუყურე. ძალიან იშვიათია, რომ ფილმში არ არსებობდეს გამოკვეთილი მოტივი. ფილმის სახელი გახლავთ Citizen Vigilante, ანუ მოქალაქე Vigilante სამწუხაროდ პირდაპირ შესატყვისი არ გვაქვს ქართულად, მაგრამ ნიშნავს ისეთ ადამიანს, რომელიც კანონების აღსრულებას იღებს საკუთარ თავზე და ამას საკუთარ პასუხისმგებლობა დააქცევს, ბეტმენი მაგალითად, ხო, რომელიც არც მთავრობას ემორჩილება, არც პოლიციას, თვითონ წყვეტს, რომ ის დამნაშავეა და უნდა დაისაჯოს. დავიწყოთ მოკლედ ყურება და თანდათან განვიხილოთ. პირველი კადრი ფილმში გვახლავს ხორვატი დედაშვილი, რადგან ხორვატიაშია გადაღებული ეს ფილმი მთლიანად და იმ ქვეყანაში ხდება მოქმედებები. ხორვატი დედაშვილი წყნარად მშვიდად არავის უშავებენ, არაფერს მაღაზიაში ვაჭრობენ. გამოვლენ მიდიან სახლის გზაზე და ამ დროს მათ შეხვდებათ არალეგალი მიგრანტი, არალეგალი რომა და მიგრანტი რომა, ამას მე ჟურნალისტები გვეუბნებიან, ტელევიზორში აცხადებენ და მოკლედ ადამიანი უბრალოდ უმიზეზოდ იღებს დანას და ურტყამს ამ ქალბატონს ყელში და ადგილზევე კლავს. დასრულდა პირველი სცენა, ანუ ეგრევე განგვაწყვეს, რომ კი ბატონო, პირველი სცენიდან გამომდინარე შეიძლება ვიფიქროთ, რომ ანტიმიგრანტული ფილმია, ხომ? შემდეგი სცენა გვახლავს, გვაცნობენ ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟს, სულ 2 მთავარი პერსონაჟი ყავს კინოს, მეტი პერსონაჟი არ არსებობს. ეს ბატონი გახლავთ დეტექტივი, რომელიც არ ვიცი მართლა როგორ მოეწყო დეტექტივობაზე, ალბათ ვიღაცის შვილი იყო თავიდან, ან ნათესაური კავშირი, თან ვიღაცის ვალი ქონდა ამისი და დაიწყო მუშაობაო, რადგან ადამიანი არის აბსოლუტური პირუტყვის გონების მქონე. ერთადერთხელ მიდის მხოლოდ დამნაშავის დაკავებასთან ახლოს და იმ სცენასაც გაჩვენებთ. კარგავს 30 პოლიციელს. შემდეგ სცენას ხედავთ, როგორ მოდის ძვირად ღირებული მერსედესი ჩერდება ერთ ადგილას, საიდანაც გადმოდის 3 პირი, თეთრკანიანები, არაფერი ეტყობათ ამათ მიგრანტობის ან მუსულმანობის, 3 ტყავის ქურთუკში გამოწყობილი მამაკაცია და ერთ-ერთი მათგანი ეუბნება დანარჩენ 2-ს, რომ ბიჭო, ის მაღაზიის მეპატრონე კიდე თუ არ გადაიხდის ფულს, გადაუწვოთ მთლიანი მაღაზია. ბაზარი არა. რის შემდეგადაც ხვდებათ მათ მთავარი გმირი, სენდერსი ქვია სხვათა შორის რა, სენდერსად მოიხსენიებ ხოლმე მთავარ გმირს. სენდერსი ხვდებათ, всё, დასრულდა ამ პერსონაჟების გაცნობა. 3 კაცია, ერთი იძახის, თუ მაღაზიის პატრონი არ მოგცემს ფულს, გადაუწვოთ მაღაზია. ბუმ, ხოცავს სენდერსი 3-ვეს. დასრულდა ეს კადრი. არც ვარკვევთ ვინ იყვნენ ესენი, მაღაზიის მეპატრონე ვინ იყო, დამნაშავე იყო, უდანაშაულო იყო, უბრალოდ რეკეტიორები არიან თუ ვინ არიან. всё, დასრულდა ეს კადრი. შემდეგი კადრი გვახლავს სენდერსი როგორ მგზავრობს ავტობუსით. რა მოხდა ხო? ანუ ამ კადრში რა არის განსაკუთრებული? ადამიანი უბრალოდ ავტობუსით მგზავრობს. მილიარდერია მეგობრებო სენდერსი. აი შემდეგ ირკვევა, რომ ფლობს ნახევარ ხორვატიას და თვეში შესდის ქირის სახით 50 მილიონი დოლარი. მაგრამ რატომღაც ადამიანი მგზავრობს ავტობუსით? არც დაცვა ყავს, არც მანქანა ყავს, არც, რა ვიცი, მოტოციკლეტი ყავს, მოპედიც არ ყავს. ავტობუსით მგზავრობს. ავტობუსში ამოდიან პატარა გნიდა ბავშვები, 2 ბიჭი, 1 გოგო და ბილეთებს არ იღებენ. ძღოლი ეუბნება, რომ ბავშვებო აიღეთო ბილეთებიო, სამგზავრო. და ეს ბავშვები შუათითებს უჩვენებენ, რომ აიო შენი ბილეთებიო,
გნიდა ბავშვები არიან რა. და რა რეაქცია გგონიათ რომ აქვს ადამიანს, რომელიც მილიარდერია, თავისუფალ დროს ხალხს ხოცავს და წესით ყველაფერს უნდა აკეთებდეს, რომ აი ყურადღება არაფრით მიიქციოს, ხო? იმიტომ რომ თუ ჰობი გაქვს ხალხის მოკლა, როგორღაც ეცდები რომ შესამჩნევი არ იყო, ხო? უჯდება ერთ-ერთ ბავშვს გვერდზე, იარაღს ადებს და ეუბნება რომ დღეს გაგიმართლა, თუმცა კიდევ ერთხელ თუ სადმე გადამაწყდები, მთელ შენ ოჯახს გავატყავებ, იცოდე. და იარაღი უდევს შუა ავტობუსში, ხალხი ცავსე ავტობუსში. აი ამ ბავშვს რომ დაეწყო ყვირილი რომ იარაღი აქვს, მიშველთ, всё იჭერდნენ და სრულდებოდა ფილმი. თუმცა ამ ბავშვმაც, რა თქმა უნდა, არ დაიწყო ყვირილი და შეიგნო. დეტექტივმა როგორღაც გაარკვია, მოკლედ ამ ადამიანის ვინაობა და უკვე მთელ სპეცრაზმთან და რაღაც შტურმის გუნდთან ერთად მიემართებიან ამის სახლისკენ, რომ დააკავონ. ამ დროს რას აკეთებს სენდერსი? სენდერს საკუთარი საცხოვრებლის გარშემო ყველგან აქვს კამერები და ცხოვრობს რაღაც მაღალ სართულზე. ან ამაღლებულ ადგილას, მოკლედ მაღალ სახლში და ბოლო სართულზეა კამერები. ამ კამერებში უყურებს, რომ სადღაც 5 წუთი ჭირდება სპეცრაზმს მის ოთახამდე მოსასვლელად. სენდერს აშენებული აქვს საკუთარ სახლში ტყვია გაუმტარი კაბინა, რომელშიც იკეტება, ელოდება, როდის შემოვა სპეცრაზმი და ეუბნება, რომ 5-მდე ვითვლი და თუ არ წახვალთ, ყველას დაგხოცავთ. სპეცრაზმელებმა რა დაგიშავეს? შენ კლავ ხალხს, მოვიდნენ შენ დასაკავებლად და ჯერ ერთი სასამართლოც არ ყოფილა, კაცო, ჯერ არც იციან იმათ, რომ შენ დამნაშავე ხარ. უბრალოდ მოდიან, რომ წაგიყვანონ და მერე გაარკვიოს, ხო, სასამართლომ დამნაშავე ხარ თუ არა. არა. ყველას ხოცავს აბსოლუტურად. 20 პოლიციელი მოკლა ადგილზევე. რის შემდეგადაც შემოდის დეტექტივი, ეს დებილი ესა. ხედავს ამ 20 გვამს და რას იძახის, იცით? ის გვეთამაშება. რას გეთამაშებათ? ეს ფრაზა გამართლებული იქნებოდა, რომ აი გამქრალი დაგხვედროდა და ამ დროს რაღაც შეტყობინება, რომ თუ გნებავთ დეტექტივო ჩემი დაჭერა, ეს მხოლოდ ჩვენ ორში პირადი საქმეა. აღარასდროს გამომიგზავნოთ სპეცრაზმელები, ამაღამ მობრძანდით სადღაც მზის ჩასვლისას სანაპიროზე და იქ გაიგებთ ყველაფერს. არა, ყველა მოკლა და ეს დეტექტივი შემოდის და ის გვეთამაშება. გააღებენ მოკლედ ამ ტყვია გაუმტარ კაბინას და აღმოჩნდება, რომ კაბინიდან აქვს სენდერს ტუნელი გათხრილი. ანუ თავიდანვე შეეძლო გაქცევა. კამერებში რომ დაინახა, რომ 5 წუთის მანძილზე იყო სპეცრაზმი, თავიდანვე შეეძლო ამ ტუნელიდან გასულიყო. მაგრამ არა, დაიცადა, დარჩა ამ კაბინაში, ჯერ ყველა მოკლა და მერე გაიქცა. და გაგონიათ ეს 20 კაცი საკმარისი იყო მისთვის? არა, ამ 20 კაცის გასაყვანად ხო მოვიდნენ სხვა პოლიციელები, რომ გვამები გაეტანათ. იმ პოლიციელებს რა უგნა, იცი, ააფეთქა და კადრები არის, როგორ იწვიან ცოცხლად და ყვირიან და სახედამწვარი აქვთ. აი რა ფილოსოფიის მქონე ადამიანია, მართლა ვერ გავიგეთ. ყველას ებრძვის, ვინც მის წინააღმდეგ წავა. ამორალური ადამიანია და თუ მის წინააღმდეგ წახვალ, არ აქვს მნიშვნელობა დამნაშავე ხარ თუ უდანაშაულო, გკლავს, ხო? აი რაღაცა ეს შეგვიძლია მოვიფიქროთ. არა, ეს ტყუილია. გაარკვევთ ცოტა ხანში. შემდეგი კადრი. სენდერსი შედის ბორდელში. გრძელი დერეფანია, აქეთ-იქით ოთახებია და თითო ოთახთან თითო გოგო დგას. ეხლა რა გგონიათ, რომ თუ ესეთი ადამიანია, რომელიც დამნაშავეებს ებრძვის, ალბათ მივიდა, რომ ვიღაცა სუტენიორები დახოცოს, ხო და სად არიან თქვენი უფროსები და ბახ, რომ გოგოებს როგორ იყენებ ესე. ხომ? ლოგიკური იქნებოდა, არა? არა. მიდის ერთ კონკრეტულ გოგოსთან. ეუბნება 50 евро. ნუ ის გოგოს რაღაცას პასუხობს. კაი, მაშინ მარტო ერთი პოზა და რაღაცები და თანხმდება მოკლედ სენდერსი და შეყავს ამ გოგოს თავისთან ოთახში. აი ახლა რა წარმოგვიდგენია, ხო, რომ გოგო დაიწყებს მაგალითად ლიფის გახსნას ან რაღაც გახდას და ეს სენდერსი შეაჩერებს, რომ შეჩერდი მონიკა, მე აქ ამისთვის არ მოვსულ ვარ. შენ არ მოგიწევს ამ სამსახურის შესრულება მეტჯერ. აი ამ ადამიანს ვეძებ, მითხრეს რომ შენი ძველი სუტენიორი იყო, საჩემიძლია მისი პოვნა. რაღაცა ესეთი წარმოგვიდგენია, ხო? არა. ნავს მონიკას. შუა სექსის დროს ჩერდება სენდერსი, ამ გოგოს უკვირს რომ რა ხდებაო, რატო გაჩერდიო და სენდერსი დგება.
ესა იხედება ჭერში და ეს რა არის? ეს ობია? ეს მონიკა ეუბნება. ხო, რავი, ობია რა, რა უყოთ. როცა ბანაობ ხოლმე ფანჯარას არ აღებ, ჰა? რა ფანჯარას რას როცა ბანაობ? როცა ბანაობ მეთქი, ცხელი ორთქლი რო გამოდის, აფუჭებს კედლებს, არის იშენა. მაგიტომაც გაქვთ ობი აქ. აი ამას უხსნის მართლა. ბოზოს. ხოდა. მე მონიკა უვნება რომ რა მოხდაო მე რა ვიყავ რატო გაინტერესებს რატო და იმიტომ რომ ეს შენობა მე მეკუთვნისო და ამაზე ვიფიქრე მართლა აი ერთი სრული 5 წუთი გონება დაუძაბე რომ მეტაფორა მეპოვა რა იმიტომ რომ ყველანაირად ვცდილობ ეს იდიოტი რეჟისორი გავამართო აი თითქოს ვიღაცა ჩემ ბიძაშვილია და მიტყდება რომ ესეთი სიბანძე გადაიღო და ვცდილობ რაღაცნაირად გავამართლო დავფიქრდი რომ მეთქი ანუ სექსი შეიძლება იმას ასახავს რომ მთავარი პრობლემები გვავიწყდება და ამ დროს კორპუსი ინგრევა, კორპუსი ჩვენ ქვეყანას ნიშნავს, ის ობი ნიშნავს ემიგრანტებს, მეთქი შავი ობი, რაღაცა რასისტული ისა და ამ დროს ჩვენ აქ ვერთობით და ის ობი საერთოდ არ გვახსოვს და მეთქი მთავარ გმირს ეთყობა ის ფიქრები უფრო აქ რა. არა. არ არის ეგრე, რადგან არ გააჩნია ადამიანს მორალები და პრინციპები. ხო, ეს ობი ხო აჩვენა და მე აგრძელებს ჩვეულებრივად. კაიო, მოდიო ეხაო და ისევ ერთვებიან სექსში. შემდეგი სცენა. ორი ახალგაზრდა მამაკაცი ზის ორ ახალგაზრდა გოგოსთან ერთად მაგიდასთან. ეს გოგოები გავლენ საპირფარეშოში და ეს ახალგაზრდა მამაკაცები ჩაუყრიან თუ ჩაუსხამენ რაღაცას რა დამაძინებელს. ამას დაინახავს სენდერსი. ეხაო და გენძრათო. მოკლედ, რაღაცას მოატყუებს, რომ იქ თო გეძახიანო ამ ბიჭებს და ჭიქებს შეცვლის. ეხა ხო გგონიათ, რომ ადამიანი, რომლისთვისაც პრობლემას არ წარმოადგენს უდანაშაულო პოლიციელების მკვლელობა, ამათაც მოკლავს, ხო? არა, ამათ არაფერს არ უშვება. უბრალოდ ჭიქები შეუცვალ და всё. ჩემი საქმე აქ შესრულებულია და პლაში შემოიხვია და გაქრა. ანუ კაცები ქალებს გაუპატიურებას უპირებდნენ, ესენი არ მოკლა და პოლიციელები, რომლებიც თავის საქმეს ასრულებდნენ, ისინი მოკლა და ამაზე უარესიც ხდება. მოიცადეთ. მიდის მერე ოფისში თავისთან, იმიტომ რომ ხო მილიარდერია 1000 ერთხელ რაღაც საქმე ხო მაინც უნდა აკეთოს, არა დღე და ღამე კაცებს ხოცავს და ოდესმე როგორღაც ფული ხომ უნდა გამოიმუშაოს, მიდის თავისთან ოფისში და ყავს გენერალური დირექტორი და ეს გენერალური დირექტორი უხსნის, რომ ამდენიო უკანონობა და რაღაცაო რა უკვე გვაწუხებსო პოლიციაო და რამეო. ანუ მანდედან ისიც ირკვევა, რომ კანონებს თვითონაც არ იცავს. ანუ ფეხებზე კიდია კანონების დარღვევა და რამე როდესაც საკუთარ თავზე მიდის საუბარი. და მერე გამოდის ამ კაბინეტიდან და კაბინეტიდან გასასვლელამდე რომ მივიდეს, აქ სხედან ადამიანები. და ძირითადად ამის კომპანიაში არიან დასაქმებული მოხუცი ადამიანები და აი ამ მოხუც ადამიანებს შეხედავს და რას უნიაგდითო გააგდეო ესენიო ვინმე ახალგაზრდები აიყვანეო. ამაზეც დავფიქრდი, ამაზეც ვიფიქრე, მეთქი რა მეტაფორაა, რომ ანუ აი მაგალითად ბებერი პოლიტიკოსები უნდა მოვიშოროთ და ახალი სისხლი წამოვიდეს, რომ წყობა შეიცვალოს ქვეყნებში, მაგრამ არა, ამასაც არ ამართლებს. სანდერს შენი გამზდელი. ეს გვახლავს სანდერსი და ხვდება მოსამართლეს, რომელმაც როგორც ირკვევა, გამოუშვა მიგრანტი მუსულმანი დამნაშავეები, რომლებმაც ჯგუფურად გააუპატიურეს ერთი გოგონა. და ამას უკეთებს ჰეროინის დიდ დოზას, აგდებს ამ არაფხიზელ მდგომარეობაში, სვამს თავისთან მანქანაში და მიყავს სადღაც. ანუ ამ მოსამართლეს აღარაფერი ესმის რა, აი კადრები არის ნაჩვენები აგერ. აი ესეთ მდგომარეობაშია მოსამართლე. აი გათიშულია ესე ეს რაღაცებს აკეთებს. არაფერი ესმის. ამას მიყავს და ელაპარაკება თან გზაში, რომ შენ გეგონა რომ სამართალი არ აღსრულდებოდა? შენ რას აკეთებდი, როდესაც აბდულ ჯიბდალაევს უშვებდი? მან ხომ გოგო გაუპატ და ამ დროს მოსამართლე ესეთ რაღაცებს აკეთებს და ეს რომ არ იყო, ანუ ეს პათოსური საუბარი მოსამართლესთან, რომელიც გათიშულია, რადგან თვითონ იძახის, რომ მე შენ ჰეროინის დოზა გაგიკეთე. ყველაფერს ხსნის, რადგან რეჟისორი მიხვდა, რომ ჩვენ ვერ გავიგებდით რაღაცებს და
თავარი პერსონაჟი ხსნის, რომ მე შენ ყელში რომ ნემსი ჩაგარჭე, მან ჰეროინის დიდი დოზა იყო, ეხლა შენ გათიშული ხარ. მოკლედ მიდიან ესენი და არ იყო ამ სანდერს ესეთი საუბარი და რას აკეთებს? ეს დებილი ესა, ბიჭო. და აქ ხსნის რაღაცას, რაღაც ფილოსოფიურს ხსნის, რომ ხალხიო, ცხოვრებივით არიანო, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, ოღონდ კანონი არ დაარღვევენ, რადგან გონიათ, რომ კანონის დარღვევა ყველაზე უარესია, რაც მათ ცხოვრებაში შეიძლება მოხდეს და ახლავე დაგიმტკიცებ. ამ დროს არ დაგავიწყდეთ, რომ მოსამართლეს ძინავს იქ. მიდის შუა გზაზე და იქიდან მოემართება საპირისპირო მხრიდან მანქანა. არ ვიცით იმ მანქანაში ვინზის. სენდერსი გადაკრავს საჭეს და დადგება მათ ზოლში. და პირდაპირ მიემართება ცხვირით ამ მეორე მანქანისკენ. ისინი არ გადაუხვევენ გზას და სენდერსი ბოლოს აუკრავს საჭეს და იმათ გადააგდებს გზიდან. კაი, მესმის რომ შეიძლება რაღაცა მკაცრი გაკვეთილი აჩვენა მოსამართლეს, ხომ? მაგრამ ეს მანქანა აფეთქდა. რა ვიცით იმ მანქანაში რამდენი უდანაშაულო ბავშვი იჯდა, ან რამდენი ექიმი იჯდა, რომლებმაც ათასობით ადამიანი გადაარჩინეს. ვინ იჯდა საერთოდ? რატო უკალავთ უდანაშაულო ადამიანებს იმის გამო, რომ აქ ჰეროინით გათიშულ მოსამართლეს რაღაცა ჩვენი აზრი დაუმტკიცოთ? ამ მოსამართლეს უჩალიჩებს, რომ ვითომ თავი მოიკლა რა, თავის მოკლის ინსცენირებას უკეთებს ამ მოსამართლეს და რას უკეთებს ეხა ეს დებილი, შეხედეთ ბიჭო. არაყს ასხამს მკერდზე და ვენებს უჭრის ორივე ხელზე. რომ როცა გიპოვიანო, იმას იფიქრებენო, რომ სინდისმა შეგაწუხაო იმ მოძალადეების გამოშვებითო და თავი მოიკალიო. გაკვეთასან რამეს ხო გაუკეთებენ, ხო ნახავენ, რომ მის ორგანიზმში არ არის საერთოდ ალკოჰოლი. არ დაფიქრდებიან ზემოდან რატო ასხია და თელი ტანსაცმელი არ ყის სუნათ, რატო ყარს, როდესაც ორგანიზმში არა აქვს. ან ორივე ხელი როგორ გადაიჭრა, ჯერ ერთი ხელი გადაიჭრა, მერე დანა გადმოიტანა მეორე ხელში და ეს ხელი გადაიჭრა. ან მგზავრის კამში რატო ზის? თვითონ თუ მოვიდა ამ ადგილას მინდორში სადღაც თავის მოსაკლავად, მგზავრის კამში რატო ზის? თუ მძღოლის კამში ვერ გადაიჭრიდა ვენებს. თქვენ გონიათ რამე გამოძიება დაიწყება? არა. ჟურნალისტები ტელევიზორში აცხადებენ, რომ მოსამართლემ სადღაც მინდორში თავი მოიკლა. რა კომფორტულია სანდერ. შემდეგი კადრი. მოკლედ, აჩვენებენ ერთ მუსულმანურ ოჯახს, სადაც შემოანგრევს კარზე სენდერსი და ეხაო დააგერხათო ყველა დივანზეო იქ, მოკლედ, ოჯახი რომ აგიხსნათ არიან მშობლები, დედა მამა და შვილები, გოგო ბიჭი. ეს ბიჭი ყოფილა ერთ-ერთი 7 კაცისგან, რომლებმაც გააუპატიურეს ერთი ხორვატიელი 14 წლის გოგო და იმ მოსამართლემ გამოუშვა ეს 7-ვე. ძლივს აი რაღაცა აზრს დაუბრუნდით, ხო? რაღაც ადამიანის ფილოსოფიას. იმ უდანაშაულო ხალხს რატო ხოცავდით, ვერ გავიგეთ, მაგრამ აი დაუბრუნდით ფილოსოფიას, რომ ამას უნდა აღასრულოს სამართალი. დავიღალე, რას მაყურებინებთ? რა უნდათ კაცო ჩემგან, რას მაყურებინებთ? ეტყვის რომ მედიო ეხა შენ ძმაკაცებსაც დაურეკეო, ვინც იყავითო და ამ დროს ის გოგო, უმცროსი და იტყვის რომ იო, ღირსი იყო ის გოგო, აბაო მოკლე კაბას რო იცვამსო, ჩვენ კაცებსო აგიჟებსო. აი ესეც ამას რაღაცა ის დევს რა, იმიტომ რომ მოროკოდან და ალჟერიდან რო ჩამოყავს მიგრანტები, ხო? იმათ არ ყავთ ქალი ნანახი. მოკლე კაბაში ქუჩაში მithumetes, ხო? და როდესაც ხედავენ იმათ ტვინში წარმოიქმნება აზრი რომ, ესე იგი თანახმაა გაუპატიურებაზე. მე ამას ვამტკიცებ? არა, მე ამას არ ვამტკიცებ, მეგობრებო, უბრალოდ რატომღაც ეგრე ემთხოვა რომ აი ალჟირელი, მოროკოელი, რა ვიცი, ბანგლადეშელი, პაკისტანელი მიგრანტები როდესაც შემოყავს ქვეყანაში, მათ რაოდენობასთან ერთად იზრდება გაუპატიურების სტატისტიკა, აი ესე. აი ესე ხელი ხელჩაკიდებული მიდის ეს ორი სტატისტიკა. მე რამეს ვამტკიცებ? არა, მე არაფერს ვამტკიცებ. ამათ დახოცავს ეს ტიპი ყველას მთელი ოჯახიანად, ძმაკაცებიანად, აბსოლუტურად ყველას. და მოკლედ ბოლო კადრი გვახლავს რომ ამ გოგონას, რომელზეც იძალადეს იმ მიგრანტებმა, ცრემლნარევ სიხარულს როგორ გამოხატავს იმის გამო რომ ვიღაცამ აღასრულა სამართალი. დასრულდა ფილმი.
მე მაინტერესებს. არა, კი გავიგე ფილმის აზრი, მაგრამ აი ერთ TikTok ვიდეოში ჩაეტეოდა მთელი ეს ფილმი, რომ თავიდან ვიღაცა მიგრანტმა უდანაშაულო ქალი მოკლა. მერე შეეძლოთ ეჩვენებინათ, რომ ვიღაცებმა გააუპატიურეს უდანაშაულო გოგო და მერე ეს ტიპი კლავს ამ ყველას. პოლიციელები რატო დახოცა? ის ტიპები გზიდან რატო გადააგდო და ააფეთქა მანქანა? იმ ბავშვებს იარაღი რატო მიადო, რომლებმაც უბრალოდ ბილეთი არ აიღეს და ხმაურობდნენ? და ლაიქეთ ვიდეო და აკომენტარეთ. დავიშალეთ.